მოგესალმებით, ამჯერად ვიმყოფებით გარდაბანში, შეპესი ამბარის მეურნეობაში, რომელიც 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს. აქ რამდენიმე ხორბლის ჯიშია დათესილი, საიდანაც ერთ-ერთი არის ფრანგული კომპანია ლიდიას სომტუოსო. კომპანია ამბარი უკვე 2 წელია სრულად თანამშრომლობს აგროფორსთან, მცენარეთა მოვლის საშუალებების მიმართულებით, როგორიცაა სასუქები, პესტიციდები, ბიოსტიმულატორები და ასე შემდეგ და ასევე იყენებს ფრანგული კომპანია ლიდიას სათესლე მასალას. ამბარს წლის განმავლობაში 2 მოსავალი მოყავს, სიმინდი როგორც სასილოსეთ, ასევე სამართლეთ და ხორბალი. ამჯერად ჩვენ ხორბლის ერთ-ერთ ნაკვეთში ვართ, სადაც დაწესილია სომტუოსო. ამ ნაკვეთების სრული აგრონომიული მეთვალყურება აგროფორსის გუნდის მიერ ხდება და ახლა მოკლედ გეტყვით, თუ როგორ მოვიდა ამ ეტაპამდე ამ მეურნეობაში დათესილი ხორბლის სხვადასხვა ჯიშები. თესვისას გამოყენებული იქნა ლიტვური კომპანია ტერამილეს სწრაფადხსნადი სასუქი, ხოლო სათესლე მასალა დამუშავდა ბიოსტიმულატორი რადიფარმით, რამაც უზრუნველყო ფესვის სწრაფი განვითარება, თესლის სწრაფი აღმოცენება, რამაც საბოლოოდ შეუქმნა მცენარის პირობა, რომ კარგად გადაეფარა ზამთრამდე ნიადაგი. სხვადასხვა არ გამოგვიყენებია ჯერჯერობით ჰერბიციდი, რადგან კარგად დაფარა ხორბალმა ნიადაგის ფენა, ისე რომ არ მისცა სარეველებს საშუალება წინ წამოწევის. ჩვენ გამოვიყენეთ ასევე ბიოსტიმულატორები და ფოთლოვანი კვების სასუქები, როგორიცაა Xtender Ultra, ასევე მიკროელემენტი თუთია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხორბლის განვითარებისთვის. ასევე ვაპირებთ დღე-დღეზე გამოვიყენოთ მიკროელემენტების მიქსი სასუქი, Brexil mixi, კომპანია Valagrosგან და ამინოსოლი, გერმანული კომპანია Levosol-ისგან. როგორც თქვენ ხედავთ, მცენარე სრულიად სუფთა, მავნებელ დაავადებებისგან, რადგან სწორ დროს მოხდა ფუნგიციდი მეტფინის გამოყენება. მეტფინი არის მეტკონაზოლის შემცველი ფუნგიციდი, რომელსაც აქვს ფართო სპექტრი და აკონტროლებს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა ჟანგები, ფოთლის ლაქიანობა, სეპტორიოზი და თავთავის ფუზარიოზი. ამ ეტაპზე ხორბალი ძალიან კარგად გამოიყურება, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სრულიად ჯანმრთელია, მიმდინარეობს მის დაგანვითარება აქტიურად, უკვე ჩანასახის ფაზაშია, მალე თავთავსაც გამოიტანს. თვალიადევნეთ ჩვენს გვერდს, ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით აღნიშნული მეურნეობიდან და გაგაცნობთ, თუ რა შედეგს მივიღებთ მოსავლის აღების დროს.